გაერთიანებულ სამეფოს ბრიტანული Deep State-ის დამარცხება სურს. განაცხადა Liz Truss-მა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს. სამწუხაროდ დიდ ბრიტანეთში ბნელი ეპოქაა ჩვენ მთავრობას ქვეყანას საშინელი მიმართულებით მიყავს ბრიტანეთის სისტემა დალპა. როგორც ევროპის დიდ ნაწილში დიდ ბრიტანეთშიც ჩვენი უნივერსიტეტები, ინსტიტუტები და კორპორაციები ანტიდასავლური იდეოლოგიით, ისლამიზმით, მწვანე ექსტრემიზმით, ვოუკიზმით არის წალეგილი. ევროპელი ლიდერების მხრიდან ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლაში წარუმატებლობას მასობრივად ვაწყდებით. ყველაზე საოცარი ის არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ანტიდასავლურ ჯგუფებს არა ჩინეთი, ირანი ან რუსეთი აფინანსებდა, არამედ ეს ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატები იყო, რაც USAID საშუალებით ხდებოდა. იცოდით, რომ ამერიკელი გადამხდელების ფულით ფინანსდებოდა BBC, რომ ისინი ტონი ბლერის ინსტიტუტს აფინანსებდნენ. პატრიოტ ბრიტანელებს ყველაფერი ყელში ამოუვიდათ. ოკეანის გადაღმა ოვალურ კაბინეტში ვუყურებთ, როგორ აწერს ხელს დონალდ ტრამპი რიგ აღმასრულებელ განკარგულებებს და ჩვენც იგივე გვინდა. გვინდა, რომ მამაკაცებს ქალების საპირფარეშოში შესვლა აეკრძალოთ. არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია გვსურს. ბრიტანეთში ტრამპის რევოლუცია გვინდა. ჭირდება, რომ ილონ მასკმა და მისმა არმიამ ბრიტანული Deep State-ი გამოიკვლიონ. ჩვენ გვსურს მეორე ამერიკული რევოლუციის ნაწილი გავხდეთ და ბრიტანული Deep State-ი დავშალოთ. ტრადიციულმა მედიამ Deep State-ის პასუხისგებასთან დაკავშირებით მარცხი განიცადა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მათ ინფორმაციას სწორედ Deep State-ი აწვდის და სწორედ ისინი აფინანსებენ. აქ მყოფი ადამიანები მუშაობენ, რომ ამერიკა ისევ დიდებული გახადონ. ჯერა რომ ჩვენ შეგვიძლია ბრიტანეთი და ევროპა კვლავ გავხადოთ დიდებული.